როდესაც მშობლები ვერ ხედავენ ბავშვის შინაგან სამყაროს, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად შესაძლებელია ძალიან კარგადაც ზრუნავდნენ მას მის ჩაცმა დახურვაზე, სხვადასხვა მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, თუ მათ არ შეუძლიათ ბავშვის გრძნობების, მათი ემოციური რეაქციების მიღება და დატევა, ერთგვარი კონტეინირება, ბავშვის ფსიქიკა აკეთებს დასკვნას, რომ მე არ ვარ სათანადოდ კარგი. რაღაც ცუდი და მიუღებელი არის ჩემში და ჩნდება მუდმივი ირაციონალური დანაშაულის განცდა მასში. უდიდესი სირცხვილის განცდასთან ერთად. და როდესაც ეს ადამიანი იზრდება და ხვდება სხვა ადამიანს, რომელსაც უნდა მისი გაგება, მასთან სიახლოვე, მისი შინაგანი სამყაროს დანახვა, დაცვის მექანიზმების მიღმა, ეს მისთვის აუტანელი ხდება. რადგან გონია, რომ ახლა მას დაინახავენ და აღმოაჩენენ მასში თუ როგორი ცუდია. როგორც ეს გადაწყვიტა მაშინ ბავშვობაში. და მაშინვე უარს იტყვიან მასთან ურთიერთობაზე და მიატოვებენ. ამიტომ ისეთი ღრმა ურთიერთობებიდან, რომელშიც მართლა შეიძლება დანახული და მიღებულიც კი იყოს, ეს ადამიანი გარბის, სანამ დაასწრებენ. რა თქმა უნდა, ხშირად ეს გაუცნობიერებელი პროცესია. კონსულტაციისთვის მომწერე პირადში.